მე-12 საუკუნე. დრო, როცა საქართველომ არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ გაბატონება დაიწყო. დრო, როცა მეფის დავით აღმაშენებლის გონებამ და გამბედაობამ შეცვალა ქვეყნის ბედი. თურქ-სელჩუკების მიერ წართმეული მიწები ნელ-ნელა უბრუნდებოდა სამშობლოს. ციხე-ქალაქები ერთი მეორის მიყოლებით ეცემოდა, მაგრამ ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მტერი ისევ საქართველოში იყო. და სწორედ ამ დროს მეფემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. ძალა მოიხმო ჩრდილოეთის ველებიდან. ათასობით ყივჩაღი მეომარი გადმოვიდა კავკასიის გადაღმა მხრიდან, საქართველოს სამსახურში ჩასადგომად. მაგრამ შეეძლო კი ქართველ მეფეს დაყრდნობოდა უცხო ტომის ლაშქარს. იქნებ ეს იყო რისკი, რომელიც შესაძლოა ძვირად დაჯდომოდა ქვეყანას. ეს არის ამბავი პოლიტიკური გენიალურობის, სამხედრო ინოვაციის და ამავე დროს ძალიან სახიფათო არჩევანის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სამხედრო ძლიერებას, რომელმაც დიდ გორამდე მიგვიყვანა. მე-12 საუკუნე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. საუკუნის დასაწყისი ემთხვევა თურქ-სელჩუკთა ბატონობისგან გათავისუფლებას, ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების დასრულებასა და მძლავრ სამეფოდ ჩამოყალიბებას, ძლევამოსილ ბრძოლას თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ამიერკავკასიის მიწების გასაერთიანებლად. 1016 წლისთვის დავით აღმაშენებელმა დიდ წარმატებას მიაღწია. შემოიერთა კახეთი, ლორე, გიში, რუსთავი, სამშვილდე და სხვა ქალაქები. სელჩუკთა ხელში რჩებოდა თბილისი, დმანისი და რამდენიმე ციხე. 1018 წელს დავით აღმაშენებელმა უცხოეთიდან დამხმარე ძალის მოწვევა გადაწყვიტა. ასეთ ძალად მან ყივჩაღები მიიჩნია, რომელთა მხედრობაც განთქმული, მობილური და ადვილად შესანახი იყო. 1018 წლის ივლისიდან 1020 წლის თებერვლამდე პერიოდი შეიძლება ითქვას არ გამოირჩეოდა დავით მეოთხის მხრიდან აქტიური სამხედრო ექსპედიციებით თურქების წინააღმდეგ. ეს დრო ჩანს მან მოანდომა ყივჩაღთა ჩამოსახლება განსახლებასა და მათი ძალებით ახალი სამხედრო შენაერთების ფორმირებას. დავით მეოთხის მიერ მძლავრი ანტითურქული ფრონტის ჩამოყალიბება და მოგვიანებით მისი გეგმაზომიერი გადატანა სამხრეთით მეფის სამხედრო პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა იყო. საქართველოს ტერიტორიაზე თურქთა შევიწროებისა და მათი თანდათანობით განდევნის კვალობაზე ანტითურქული სამხედრო ოპერაციები ქვეყნის საზღვრებ გარეთ უნდა გასულიყო. დავით აღმაშენებლის რეფორმებით სახელმწიფო მოძლიერდა. და 1099 წელს ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის აღებასთან ერთად დავით მეოთხემ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. შემდეგ სწრაფად შეუტია კახეთ-ჰერეთის სამეფოსა და შიდა ქართლში დაკარგულ ქართულ ციხე-ქალაქებს. 1103 წელს აიღო ზედაზენი. 1104 წელს რამდენიმე კახელ-ჰერელი დიდებულის დახმარებით აღიხუნა ჰერეთი და კახეთი. იმავე წელს გაანადგურა თურქ-სელჩუკები ერწუხის ბრძოლაში. ერწუხთან დიდმა წარმატებამ ფრთაში ასხა ქართველებს და მეფისა და ჭყონდიდელის მეთაურობით ზედიზე დაიღეს სამშვილდე 1110 წელს, რუსთავი 1115 წელს. დიდად წყენა შეექმნათ თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა. ისევე როგორც 1110 წელს, 1115 წელსაც დავით მეოთხემ მოხერხებულად გამოიყენა დიდ სელჩუკთა სულთნის პრობლემები. 1114-1115 წლებში ჯვაროსნებმა თავიანთ ფრონტებზე სელჩუკთა დიდი სამხედრო ძალები დააკავეს, რომელთა მარცხმა 1115 წელს ხელი შეუწყო დავით მეოთხის წარმატებულ ბრძოლას საქართველოში თურქების წინააღმდეგ. მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ 1118 წელს დავით მეოთხემ ლორე და საერთოდ ტაშირ-ძორაკეთი წაართვა თურქებს. შეიძლება ითქვას, ლორეს დაკავებამ საფუძველი მოუმზადა მნიშვნელოვან ეტაპს დავით მეოთხის საგარეო პოლიტიკაში, ბრძოლას თურქებთან ამიერკავკასიაში ჰეგემონიისთვის. დავით მეოთხის სამხედრო კამპანიის დასაწყისი 1118 წლის აპრილში დაემთხვა მძიმედ დაავადებული სულთან მუჰამედის გარდაცვალებას. 5 ან 18 აპრილს და ტახტზე მცირეწლოვანი მაჰმუდის ასვლას. დიდ სელჩუკთა სახელმწიფოში კვლავ შფოთი და არეულობა ჩამოვარდა.
ახალ სულთანს დაუპირისპირდნენ მისი ძმები და ბიძა. საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან ახალი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. 1118 წლისთვის საქართველოს სამეფოს ტერიტორიები თითქმის გაიწმინდა თურქთაგან, მაგრამ ამიერკავკასიის რეგიონში თურქები მაინც ინარჩუნებდნენ ერთგვარ გავლენას, მაგალითად შარვანში, რანსა და სომხეთში. აგრეთვე ყაბალაში, განძასა და ანისში, საქართველოს საზღვრებთან ახლოს. ამ ბრძოლაში რომ საქართველო მთელ რეგიონს წარმოადგენდა, ცხადი იყო. არსებობს ვარაუდი, რომ დავითის ხელთ არსებული სამხედრო რესურსი საკმარისი შესაძლოა არ ყოფილიყო. მეტადრე ლაშქრის სიმრავლე საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დავით მეოთხემ ზედიზე დაიღო მრავალი ციხე-ქალაქი. მოპოვებული გამარჯვების განსამტკიცებლად ლაშქრის ნაწილი ქალაქთა და ციხეთა შიდა მდგომად და დამჭვირველად განაწესეს. ეს ვითარება ქართული ლაშქრის რაოდენობას ამცირებდა. გადასაჭრელი იყო სხვა ამოცანაც. ლაშქარი ისე უნდა გამრავლებულიყო, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და შესაბამისად დოვლათის წარმოება არ შეფერხებულიყო. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომ საქართველო იმ დროს ისე როგორც არასდროს აღმავლობის ხანაში იმყოფებოდა და საკმარისი რესურსი ჰქონდა როგორც დოვლათის შესაქმნელად, ისე ქვეყნის დასაცავად. დამატებით სამხედრო ძალას იგი სხვა უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის შეიგულებდა, სავარაუდოდ ბრძოლის ველის საქართველოს გარეთ გატარისთვის, რისთვისაც ყივჩაღები idеალურ ვარიანტს წარმოადგენდნენ. ზემოაღნიშნული თუ სხვა შესაძლო მიზეზების გამო საქართველოს სამეფო კარი იძულებული გახდა საკმაოდ სახიფათო გადაწყვეტილება მიეღო. ლაშქარი გაემრავლებინა არაქართული წარმოშობის მებრძოლთა ჩამოსახლების გზით. არჩევანი ყივჩაღებზე შეჩერდა. ყივჩაღები თურქული წარმოშობის ხალხი იყო. მე-10 საუკუნის შუახანებში ისინი დასავლეთისკენ დაიძრნენ და უზარმაზარი ტერიტორია დაიკავეს მდინარე დუნაიმდე. თუმცა ერთიანი სახელმწიფო შექმნა ვერ მოახერხეს. დავითი როგორც ჩანს ადრევე სარგებლობდა ყივჩაღთა დახმარებით. მისი მეორე ცოლი იყო ყივჩაღთა მთავრის ხანის ათრაქა შარაღანის ძისასული. 1115 წელს კიევის მთავრის ვლადიმირ მონომახის მიერ დამარცხებული ყივჩაღები ჩრდილოეთ კავკასიაში იდგნენ. დავითმა მათთან ელჩობა გაგზავნა და საქართველოში გადმოსახლება და მის სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ დავით მეოთხემ წიგნობარ თუხუცეს გიორგი ჭყონდიდელთან ერთად ყივჩაღებთან გაემგზავრა. ისინი ოსებთან შეარიგა. საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის გზაზე ციხეებში თავისი ჯარი ჩააყენა და 1118 წელს 40,000 ოჯახი საქართველოში გადმოიყვანა. თავისი ჩანაფიქრის შესასრულებლად დავით აღმაშენებელმა ყივჩაღეთში კაცნის სარწმუნონი გაგზავნა და ყივჩაღები საქართველოს სამეფო ლაშქარში მიიწვია. ყივჩაღთა მთავრებმა და მათ შორის დავით მეოთხის სიმამრმა სიხარულით მიიღეს ეს მოწოდება და დათანხმდნენ. მაგრამ საქართველოში რომ გადმოსულიყვნენ ამისთვის ქართველებს უნდა უზრუნველეყოთ გზამშვიდობისა ოვსთაგან. დავით აღმაშენებელს გზამშვიდობისა ცხადია მხოლოდ ყივჩაღთა გადმოსაყვანად არ სჭირდებოდა. არსებობდა სხვა მიზნებიც. პირველი, საქართველოსა და კავკასიის ჩრდილოეთ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობათა განვითარება. მეორე, დარიალის კარის ხელში ჩაგდება და მისი კონტროლი. ეს არა მხოლოდ თავდაცვითი ღონისძიება იყო ჩრდილოეთიდან მოწოლილ მომთაბარეთა წინააღმდეგ, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური სვლა კავკასიის მთიანეთისა და ამიერკავკასიის ხალხებზე საქართველოს გავლენის ზრდისა და განმტკიცებისთვის. ამასთანავე ოს ყივჩაღთა შერიგება და ქართველთა მეფის ყმად გახდომა საქართველოს ჩრდილოეთიდან ზურგს უმაგრებდა და დავით აღმაშენებელს შეეძლო მთელი ყურადღება და მხედრობა სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ მიემართა. დავითის ისტორიკოსი სამწუხაროდ არასახელებს ზუსტ ადგილს, სადაც ყივჩაღები დასახლდნენ, მაგრამ აღნიშნავს, რომ 40,000 ოჯახი დავითმა ქართლში დაასახლა. მეფემ ყივჩაღები რაზმებად დაყო და სპასალარები დაუნიშნა. საკმაოდ სწრაფად, თითქმის 1 წელიწადში, ესე იგი 1119 წელს, დაამთავრა მათი გაწვრთნა. იარაღი დაურიგდათ სამეფო საწყობიდან, ხოლო ცხენები მიეცათ უშუალოდ მეფის ჯოგებიდან.
მეფემ საგანგებო გადასახადი საყივჩაღო შემოიღო, რომელსაც შესაბამისი მოხელეები კრებდნენ. ყივჩაღთა თითოეულ ოჯახსაც დაეკისრა ფეოდალური ვალდებულება. მუდმივად გამოეყვანა თითო ოჯახიდან თითო მოლაშქრე. ამიერიდან 1118-1119 წლებში ძირითადად გადაიჭრა ძალიან მნიშვნელოვანი მუდმივი ლაშქრის შექმნის საკითხი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ყივჩაღი მეომრებიც. დავით აღმაშენებლის მუდმივ ლაშქარში ყივჩაღთა როლი რასაკვირველია დიდია, თუმცა ისინი არ გამხდარან დავით მეოთხის მთავარი დასაყრდენი ძალა. ყივჩაღები, რომლებიც ქართულ მუდმივ ლაშქარში მნიშვნელოვან, მაგრამ არა მთავარ ნაწილს შეადგენდნენ, დავითის მემკვიდრეებთანაც გვხვდებიან, მაგრამ დავითის ყივჩაღებისგან განსხვავებით ისინი აღარ არიან მუდმივად მოლაშქრენი. უადგილოა ვარაუდი, რომ ქართველთა ბრძოლის უნარიანობა რამენაირად ჩამოუვარდებოდა ყივჩაღებისას. ასევე შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ უცხო სამხედრო ძალის მოწვევა რა მიზანსაც უნდა მომსახურებოდა, დავითის მხრიდან საფრთხის შემცველ მოქმედებად არ შეფასდებოდა. მით უმეტეს ყივჩაღთათვისაც ღალატი და მოსყიდვა მაინც და მაინც უცხოხილი არ ყოფილა და ეს შესანიშნავად უწყოდა მეფემაც. მაგალითისათვის 1091 წელს ყივჩაღებმა უღალატეს თანამოძმეებად მიჩნეულ პაჭანიკებს, რომლებიც იმ პერიოდში ბიზანტიას ებრძოდნენ. ბიზანტიელებმა მოახერხეს და ყივჩაღები გადაიბირეს. მათაც დაუყოვნებლივ შეაბრუნეს პაჭანიკთა წინააღმდეგ თავიანთი ლაშქარი და სასტიკად დაამარცხეს ისინი. დავითის ისტორიკოსსაც აქვს პირდაპირი მინიშნება, როცა გაქართველებულმა ყივჩაღებმა განიზრახეს ღალატი, ლაპარაკია 1123 წელს შირვანზე ლაშქრობისას მომხდარ ქართველთა და ყივჩაღთა შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებაზე, რომელიც მოხდა მტერზე გენერალური იერიშის ღამეს. ამდენად ყივჩაღებს საქართველოში უნდა დაენახათ ძალა, რომელიც მათ მსგავს ქმედებებზე ხელს ააღებინებდა. ქართული ლაშქრის დახასიათებისას ეპითეტები მისანდობი და პირშეუქცეველნი დავითის მემატიანეს გამოყენებული აქვს მხოლოდ ლაშქრის ქართული ნაწილების, დავითის პირადი გვარდიისა და სამეფოსას პათა მიმართ. ქართველ მოლაშქრეებსაც ამკობს შემდეგი ეპითეტებით: განსწავლულნი, მოკაზმულნი, ცხენკეთილნი. ამავე მოსაზრებას ამტკიცებს თავად დავით აღმაშენებლის საომარი ტრადიცია. ქართველ ყივჩაღების ერთიანი ძალით აღებულ ციხესიმაგრეებსა და ქალაქებში იგი მხოლოდ ქართველებს ტოვებდა. ანის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი. ან აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულიად ყოველი შარვანი და დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შიდა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი. ხოლო არმიის ყივჩაღდა ნაწილს კი უჩინა საზამთროთ სადგური და საზრდელი და კაცნი ზედამდგომნი მათნი. აქედან გამომდინარე საფიქრებელია დავითის არმიის ქართულმა ნაწილებმა, რომელშიც შედიოდნენ მეფის პირადი 5000-იანი გვარდია და სამეფოსას სპანი, დაახლოებით 20-25,000-მა ლაშქარმა ყივჩაღთა ჩამოსახლებამდეც ბევრი მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაცია შეასრულა. აღებულ ციხესიმაგრე ქალაქთა ოდენობა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში 20-მდეა, ხოლო ამის ნახევარი დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო ზოლში. ამას ემატებოდა ომიანობისას ამ 30 ობიექტში საშუალოდ 300 კაცი. ესე იგი მეცი ხოვნეთა 100 კაციანი კორპუსი. მეფესთან მუდმივად თანამყოფნი, გვარდია. მიგვანიშნებს, რომ დავითს მუდმივი ჯარის შექმნა ყივჩაღთა ჩამოსახლებამდეც ჰქონდა დაწყებული. მას როგორ მოახერხებდა ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარებას, როგორიც იყო მაგალითად არაქსის სანაპიროზე გალაშქრება და ომის საკვირველი. შოთა მესხია თავის ნაწარმოებში დიდგორის ომი დავითის არმიის ამ მარად მოძრავ ნაწილში ხედავს 40,000 ყივჩაღსა და 20,000 ქართველს. ოღონდ ამ რაოდენობას უნდა დაემატოს არმიის მარად უძრავი ნაწილი, ესე იგი ქალაქთა და ციხეთა შინამდგომნი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმავდროულად თურქებიც ცდილობდნენ თავიანთი დაქსაქსული ძალების კოორდინაციას, რაც დავით აღმაშენებლისთვის უდავოდ ცნობილი გახდებოდა. ამიტომაც მოუწოდა მეფემ ყივჩაღთა.
დავითის არმიაში ძირითად მასებს ქართველ მოლაშქრეთა გარდა ყივჩაღებიც ქმნიდნენ, მსუბუქი ცხენოსანი. არმიის ყივჩაღური ნაწილი განსაკუთრებული წარმატებით ებრძოდა ზაფხულობით ბარად დარჩენილ თურქულ გარნიზონებს. 1120 წლისთვის საქართველოს სამხედრო სტრუქტურათა ჩამოყალიბება დასრულდა. მეფეს შეეძლო მტრისთვის 60,000 მეომარი დაეპირისპირებინა, რომელთაგან საფიქრებელია არაუმეტეს 12-15,000-ისა მუდმივ ლაშქარს შეადგენდა. ეს იყო კარგად გაწორთნილი, დისციპლინირებული, მობილური, მრისხანე სამხედრო ძალა, რომელსაც ყველაზე რთული ამოცანების გადაჭრა შეეძლო. მძლავრი სამხედრო პოტენციალი მეფეს ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაციების მოწყობის საშუალებას აძლევდა. 1120 წლის დასაწყისიდან ქართველთა ლაშქარი დაესხა თურქმენთა ბანაკებს მტკვარზე, თებერვალში და არეზზე, აშორნიაში, ნოემბერში. ეს იყო ტოტალური ომი თურქებთან, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ბატონობის მოსპობას ამიერკავკასიის მასშტაბით. ყივჩაღების სამხედრო ძალა კარგად გამოიყენა ჩვენმა ხელმწიფემ თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყივჩაღებმა დიდი სამსახური გაუწიეს ქართულ არმიას შირვანის, დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო ნაწილის დარუბანდისა და ჩრდილოეთ სომხეთის მიწების შემოერთების დროს. მეზობელი მთავრები საჩუქრებს უგზავნიდნენ დავით აღმაშენებელს და სთხოვდნენ ყივჩაღთაგან არ არბევასა. დავითის გარდაცვალების შემდეგ ყივჩაღთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებისაკენ და ამგვარად უდიდესი ნაწილი არ შერევია ქართულ მოსახლეობას. არის ერთი საინტერესო რუსული გადმოცემა. ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე დარჩენილმა სირჩანმა ათრაქას ძმამ თავისი მელექსე ვინმე ორევი გამოუგზავნა თურმე ათრაქას, რათა დაეთანხმებინა უკან დაბრუნებულიყო სტეპებში. ათრაქა ყოყმანობდა თურმე. ორევმა მშობლიური სიმღერები უმღერა. შემდეგ კი უბიდან ამოუღია სირჩანის მიერ გამოგზავნილი სტეპებში გავრცელებული სურნელოვანი ბალახი ემშანი, ქართულად აბზინდა, იგივე ავშანი, რომლის სურნელებასაც ვეღარ გაუძლო ათრაქამ. წამოიძახა სჯობს მშობლიურ მიწაში ძვლები ჩააწვინო, ვიდრე უცხოეთში დიდება მოიპოვო და გაემგზავრა თურმე სამშობლოში. ქართულ საისტორიო წყაროებში ცნობები ყივჩაღთა უკან დაბრუნების შესახებ არ შემონახულა. ამის მიუხედავად ჩვენს ისტორიოგრაფიაში გაზიარებული შეხედულებების მიხედვით ასეთ ფაქტს ნამდვილად უნდა ჰქონოდა ადგილი. კერძოდ ყივჩაღთა ერთი ნაწილი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო 1130 წლის შემდეგ, როცა დემეტრე პირველის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყება მოაწყო მისმა ნახევარძმამ ყივჩაღი გურანდუხტის ვაჟმა ვახტანგმა, ცვატამ და მისმა მომხრე ყივჩაღურმა სამხედრო ოლიგარქიამ. ვახტანგის დამარცხებისა და დასჯის შემდეგ უფალავნოდ დარჩენილ მის მომხრეებს უკან დაბრუნების გარდა სხვა გზა მართლაც არ დარჩენოდათ. თუმცა ეს ყველას არ ეხება. ყივჩაღთა ნაწილი საბოლოოდ დამკვიდრდა საქართველოში და მისი ელიტის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წარმატებული კარიერაც გაიკეთა. მაგალითად თამარის დროინდელი, ნაყივჩაღარი, ყუბასარი და სხვა. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.